გურიის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს. ახალი სასწავლო წელი სრულად რეაბილიტირებულ სკოლებში დაიწყეს ხაჯალიასა და გორო ბერეჟოულში, ხოლო ოზურგეთში მესამე საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად რეგიონში რეაბილიტირებული და რეაბილიტაციის პროცესში მყოფი სკოლები პირადად დაათვალიერა. დავათვალიერეთ გურიის მუნიციპალიტეტებში ახლად რეაბილიტირებული და რეაბილიტაციის პროცესში მყოფი საჯარო სკოლები მომავალ თაობას ექნება შესაძლებლობა განათლება მიიღონ თანამედროვე სტანდარტების მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ეს არ არის ერთჯერადი ხასიათის აქტივობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა მოხდეს 895 სკოლის სრულიად ახლის მშენებლობა და მოქმედის სრულფასოვანი რეაბილიტაცია, რაც შესაძლებლობას აძლევს ჩვენს მომავალ თაობებს, რომ მაქსიმალურად ჯანსაღ გარემოში გააგრძელონ სწავლა. ზოგადად განათლება ჩვენი ხელისუფლების და ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტია და საომალოთაც იგეგმება ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურის განახლება სკოლებისთვის.